გამარჯობა მეგობრებო. Რამდენად რეალურია კვარაცხელიას ტრანსფერი მადრიდის რეალში და რისი დათმობა შეიძლება მოუწიოს ხუჩას გლობალური ბრენდისთვის. Სანამ დავიწყებთ, მოდი ამ ვიდეოსაც ჩვენი ტრადიციული მხარდაჭერა დავახვედროთ და 200 მოწონებაზე ავიყვანოთ. ხოლო თუ ასეთი საფეხბურთო ამბები არ გინდა გამოგჩეს, გამოიწერდი არხი და შემოუერთდი ჩვენ საფეხბურთო ოჯახს. ახლა კი დავიწყოთ. კვარაცხელიას გარშემო ბოლო დღეებში რამდენიმე ისეთი ამბავი დაგროვდა, რომელიც კარგად აჩვენებს თუ რა დონეზე გაიზარდა მისი სტატუსი ევროპულ ფეხბურთში. პირველ რიგში ფრანგულ მედიაში დაიწერა, რომ პარი სენ-ჟერმენში ხუჩას პერსონალურ ბრენდზე ფიქრობენ. როგორც იუწყებიან კლუბში მიაჩნიათ, რომ გვარი კვარაცხელია საერთაშორისო აუდიტორიისთვის რთულად წარმოსათქმელია, ხოლო მაისურზე მხოლოდ კვარას დატანა მის სახელს უფრო მარტივს დასამახსოვრებელს და კომერციულად ძლიერს გახდიდა. იდეა მარტივია, კვარა უფრო ადვილად იყიდება, უფრო მარტივად იმახსოვრებს უცხოელი გულშემატკივარი და რეკლამების მიმართულებითაც გაცილებით მოქნილი ბრენდი შეიძლება გახდეს. თუმცა აქ ერთი მნიშვნელოვანი დეტალია. ჯერჯერობით თავად ფეხბურთელის პოზიცია უცნობია. თანაც ნაკლებად სავარაუდოა, რომ ხუჩა მარტივად დათანხმდეს გვარის ასე ჩანაცვლებას, რადგან კვარაცხელია უკვე მხოლოდ გვარი აღარ არის. ეს ქართული ფეხბურთის ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი სახელია ევროპაში. ახლა კი კვარაცხელიაზე კიდევ ერთი ძალიან ძლიერი სტატისტიკა გავრცელდა. კერძოდ კვარაცხელია ჟოაუ ნევეშთან და ვიტინიასთან ერთად ლიგა 1-ის ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელის გახდა. ასევე კიდევ ერთი ძალიან საინტერესო დეტალია. ტრანსფერმარკეტმა მსოფლიო ჩემპიონატს მიღმა დარჩენილი ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელების რეიტინგიც გამოაქვეყნა, სადაც პირველ ადგილზე სწორედ კვარაცხელია, ანუ იმ ფეხბურთელებს შორის, რომლებიც მუნდიალზე ვერ ითამაშებენ. ქართველი სატრანსფერო ღირებულება კი 140 მილიონი ევროა. მას შემდეგ მოდიან ფერმინ ლოპესი, კოულ პალმერი და დომენიკ სობოსლაი, რომელთა ღირებულება 100 მილიონ ევროს შეადგენს. ამ ყველაფერს ემატება ოქროსბურთის თემაც. გიუმი სპორტსმა ოქროსბურთის განახლებული რეიტინგიც გამოაქვეყნა, სადაც კვარაცხელია მეოთხე ადგილზეა. პირველ ხუთეულში არიან უსმან დემბელე, ჰარი კეინი, ლამინ იამალი, კვარაცხელია და მაიკლ ოლისე. როგორც ვხედავთ, ქართველმა წინ მნიშვნელოვნად წაიწია. დანარჩენს კი უკვე მსოფლიო ჩემპიონატი გვიჩვენებს. თუ ამ ტურნირზე გამორჩეული ფეხბურთელი არ იქნება, დიდია შანსი, რომ ოქროსბურთს სწორედ ქართველი დაეუფლოს. ასევე კიდევ ერთი ძლიერი აღიარება Sports Bible-ისგან მივიღეთ. გამოცემა მსოფლიოს ტოპ 10 მარცხენა გარემარბი დაასახელა და ჩვენთვის ასიხარულოდ ციის სათავეში სწორედ კვარაცხელია დააყენა. ეს გამოცემა წერს, რომ კვარაცხელია ფლანგზე ნაჩვენები ბრწყინვალე თამაშით პარი სენ-ჟერმენს ტიტულების მოგებაში დაეხმარა, ხოლო პარიზულმა კლუბმა მისი სეზონის შუაში დამატებით სრულად გაამართლა ის მოლოდინი, რაც მის ტრანსფერს ახლდა. ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ ამ რეიტინგში კვარაცხელია წინ უსწრებს ისეთ ფეხბურთელებს, როგორებიც არიან ვინისიუს ჟუნიორი, რაფინია, ნიკო ვილიამსი, ბრედლი ბარკოლა, ლუის დიასი და რაფაელ ლეაუ. რამდენიმე წლის წინ კვარაზე საუბრობდით როგორც ევროპული ფეხბურთის ამომავალ ვარსკვლავზე. დღეს კი საერთაშორისო გამოცემები მას მსოფლიოს საუკეთესო მარცხენა გარემარბად ასახელებენ. ოქროსბურთის რეიტინგში მოწინავე პოზიციაზე აყენებენ და PSG-ში მის პერსონალურ ბრენდზე იწყებენ საუბარს. სწორედ ეს აჩვენებს, რომ კვარაცხელია უკვე მხოლოდ PSG-ს კარგი ტრანსფერი აღარ არის. ის თანამედროვე ფეხბურთის ერთ-ერთი მთავარი სახე ხდება. ახლა კი ყველაზე ხმაურიან თემაზე გადავიდეთ. კვარაცხელია და მადრიდის რეალი. ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ მადრიდის რეალმა ხულიან ალვარესის სანაცვლოდ ატლეტიკოს 150 მილიონი ევრო შესთავაზა. ერთი შეხედვით ეს ძალიან ხმაურიანი ამბავია, მაგრამ ამავე დროს საკმაოდ უცნაურის. რატო? იმიტომ, რომ ფლორენტინო პერესი აქამდე საუბრობდა კრიშტიანო რონალდუსა და კაკას დონის ტრანსფერზე. ფეხბურთელზე, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე გაიბრწყინა და galaktikos-ის მასშტაბის სახელი უნდა ყოფილიყო. ხულიან ალვარესი, რა თქმა უნდა, უმაღლესი დონის შემტევია, მაგრამ მისი სტილი და ფეხბურთელის პროფილი რონალდუსა და კაკას ტიპის ასოციაციას ბოლომდე მაინც არ იწვევს. ამიტომ გაჩნდა განცდა, რომ პერესის ეს ნაბიჯი შესაძლოა ერთგვარი სატრანსფერო თამაში ყოფილიყო. ერთი მხრივ მან წინასაარჩევნოდ დიდი ინტრიგა შექმნა, მეორე მხრივ კი შესაძლოა ბარსასაც გაურთულა საქმე, რადგან ალვარესის გარშემო ფასი და აჟიოტაჟი კიდევ უფრო გაიზარდა. მარტივად რომ თქვათ, პერესმა პატარა სპექტაკლი დადგა. თითქოს რეალი ალვარესზე მიდის, მაგრამ რეალურად კლუბის მთავარი გეგმა სულ სხვა მიმართულებით ვითარდება. ერთი რამ ცხადია, პერესი ზაფხული სატრანსფერო ფანჯარას ასე მარტივად არ დახურავს. ალვარესის თემა შეიძლება მხოლოდ პირველი ინტრიგა იყო, მაგრამ მედიაში ახლა ბევრად უფრო საინტერესო ინფორმაცია ვრცელდება. საქმე კი ჟოზე მაურინიოს და ხუჩა კვარაცხელიას ეხება. გავრცელებული ინფორმაციით, მაურინიომ რეალს კვარაცხელიას თაობაზე დიდი პირობა წაუყენა. კერძოდ ამასთან დაკავშირებით ფრანგული გამოცემა Football.1 შემდეგ ინფორმაციას ავრცელებს. ბოლო დღეებში მადრიდის რეალთან მიმართებით კვარაცხელიას სახელმაც გაიჟღერა. PSG-ს შეუძლია ეშინოდეს სამეფო კლუბის მხრიდან ქართველი ფეხბურთელის თაობაზე არსებული ინტერესის. ბრიტანული გამოცემა Team Talk-ი ადასტურებს გასული შაბათ-კვირის ჭორებს და ამხელს, რომ ამ ზაფხულს
მადრიდის რეალის ერთ-ერთი მთავარი სამიზნე სწორედ კვარაცხელია. 25 წლის მარცხენა გარემარბმა საფრანგეთის დედაქალაქში ჩასვლის შემდეგ ყველაფერი მოიგო. მისი როგორც ულტრაეფექტური გარემარბის პროფილი ჟოზე მაურინიოს ძალიან მოსწონს, რომელმაც ეს ვარიანტი ხელმძღვანელობასთან დაუყოვნებლივ დაადასტურა. თუმცა პარი სენ-ჟერმენის დასარწმუნებლად, რომ ხვიჩა კვარაცხელია დათმოს, ნამდვილი მიწისძვრა იქნება საჭირო. მათიციან რამდენად შეუცვლელია კვარა გუნდისთვის. ერთადერთი ფაქტორი, რამაც შეიძლება მის წასვლას ხელი შეუწყოს, იქნება თავად კვარაცხელიას შესაძლო სურვილი მადრიდის რეალის შეთავაზების შემთხვევაში, რაც ჯერჯერობით არ თქმულა. პარიზელი გულშემატკივრები კი ყურადღებით დააკვირდებიან ამ საქმეს და თითებს გადაიჯვალედინებენ, რათა მათი ახალი ფავორიტი კიდევ ერთი სეზონით მაინც დარჩეს პარკ დე პრენსზე. წერს ფრანგული გამოცემა. შესაბამისად, სურათი ძალიან საინტერესოა. თუ ეს ინფორმაცია რეალურია, მაშინ ჟოზე მაურინიოს მოთხოვნა საკმაოდ ნათელია. მას რეალში სჭირდება ფეხბურთელი, რომელიც მხოლოდ სტატისტიკას არ მოიტანს, არამედ დიდ მატჩებში ენერგიას, ინტენსივობას, ხასიათს და გამარჯვებულის მენტალიტეტს დაამატებს. თუმცა აქ ერთი მნიშვნელოვანი დეტალია. ამ ზაფხულს კვარაცხელიას PSG-დან წასვლა ძალიან რთულად წარმოსადგენია. პირველი მიზეზი ის არის, რომ პარიზელებმა ის ახლახან დაიმატეს და უკვე გუნდის ერთ-ერთ მთავარ სახედ აქციეს. ხვიჩამ ჩემპიონთა ლიგის მოგებაში დიდი როლი ითამაშა. ოქროსბურთის რეიტინგებშიც მოწინავე პოზიციებზეა და PSG-ში მის გარშემო უკვე პერსონალური ბრენდის გაძლიერებაზეც კი საუბრობენ. მეორე მიზეზი ის არის, რომ ლუის ენრიკესთვის კვარა უბრალოდ ერთ-ერთი ვარსკვლავი არ არის. ის ფეხბურთელია, რომელიც გუნდს ბალანსს აძლევს, შეტევაში ქმნის საფრთხეს, უბურთოდ მუშაობს და დიდ მატჩებში ფსიქოლოგიურად არ იმალება. ასევე მესამე და ყველაზე მთავარი არის ის, რომ PSG ფინანსური წნეხის ქვეშ არ არის. ეს არ არის კლუბი, რომელსაც ფეხბურთელის გაყიდვა ფულის გამო სჭირდება. ამიტომ თუ რეალს მართლაც სურს კვარაცხელია, საუბარი უნდა იყოს არა უბრალოდ დიდ, არამედ კოლოსალურ თანხაზე. ერთადერთი ფაქტორი, რომელმაც ასეთი ტრანსფერი შეიძლება რეალური გახადოს, თავად ფეხბურთელის სურვილია. თუ ოდესმე კვარა მადრიდის რეალის შეთავაზებას კარიერის განსაკუთრებულ ნაბიჯად ჩათვლის, მაშინ სიტუაცია შეიძლება შეიცვალოს, მაგრამ ამ ეტაპზე ასეთი რამ დადასტურებული არ არის. ამიტომ ახლა ყველაზე სწორი შეფასება ასეთია. კვარაცხელიას რეალთან დაკავშირება უკვე აღარ ჟღერს ფანტაზიად, მაგრამ ამ ზაფხულს მისი PSG-დან წასვლა მაინც ძალიან რთული სცენარია. ახლა კი მამარდაშვილის მომავალზეც საინტერესო ინფორმაცია ვრცელდება. თურქული მედიის ცნობით, საქართველოს ნაკრების მეკარით სტამბოლის ბეშიქტაში ინტერესდება. გამოცემა ბეშიქტაშ პლუსის ინფორმაციით, თურქულმა კლუბმა ლივერპულს ოფიციალურად მიმართა და მამარდაშვილის დამატების შესაძლებლობას განიხილავს. მთავარი მიზეზი კი სათამაშო პრაქტიკაა. მამარდაშვილი საქართველოს ნაკრების პირველი ნომერია და ბუნებრივია, რომ მას ისეთი კლუბი სჭირდება, სადაც რეგულარულად ითამაშებს. ამიტომ თუ ლივერპულში ალისონ ბეკერის სტატუსი უცვლელი დარჩება, მამარდასთვის ძირითად შემადგენლობაში ადგილის მიღება ძალიან რთული იქნება. სწორედ ამიტომ ბეშიქტაშის ვარიანტი თეორიულად საინტერესო შეიძლება იყოს. თურქული გრანტი, დიდი წნეხი, სავსე სტადიონი და მეკარისთვის მუდმივი სათამაშო პრაქტიკა. გავრცელებული ინფორმაციით ბეშიქტაშს მამარდაშვილის დამატება იჯარის ფორმით სურს და შეთანხმებაში გამოსყიდვის უფლებაც უნდა ჩაერთოს. თუმცა ჯერჯერობით უცნობია თუ რამდენად დათანხმდება ლივერპული ასეთ პირობებს. ამიტომ გიორგის მომავალი ზაფხული სატრანსფერო ფანჯარაში ერთ-ერთი საინტერესო თემა იქნება. ახლა კი მთავარი კითხვა ასეთია: უნდა წავიდეს თუ არა მამარდაშვილი ბეშიქტაში? თუ ჯობია ლივერპულში დარჩეს და ალისონის შემდეგ თავის შანსს დაელოდოს. დღევანდელ ვიდეოს კი ამით დავასრულებ. მოტივაციისთვის კითხონა, რომ ავიდეთ მინიმუმ 2000 მოწონებაზე. ასევე გამოიწერი არხი, რათა იყო მუდმივად საქმის კურსში. ყველას გისურვებთ ჯანმრთელობას და ბედნიერებას. მე კი მომავალი ვიდეოთი ძალიან მალე დაგიბრუნდებით.